განვაგრძობთ გამოშვებას განათლების ლეგალური ეკონომიკური ეფექტი. დღეს ამ თემებზე ვისაუბრებთ. სხვათა შორის ის საკითხებს გავშლით, როგორც არის აკრედიტაციის ნაწილი, ლიცენზირების ნაწილი, პროფესიების პროვაიდინგის ნაწილიც, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ამ ყველაფერს სჭირდება კვლევა, დასაბუთება და შემდეგ უკვე მიწოდება, იმიტომ რომ ვინ უნდა მიიღოს ცოდნის პროვაიდინგი თუ არა კერძო სექტორმა. მათ შორის სახელმწიფო სექტორმაც, მაგრამ ჩვენ გარკვეულ დეფიციტს განვიცით ამ მიმართულებით, შესაბამისად ეს საკითხები გვაძლევს იმ კითხვის დასმის საფუძველს, რამდენად სწორად არის დღეს რეალურად ქვეყანაში წარმართული საგანმანათლებლო კომპონენტები, როგორც ესე ვთქვათ, აკრედიტაციის, ლიცენზირების, ტრაექტორიის მიცემის თვალსაზრისით და რამდენად არის რეალურად დათვლილი განათლების ეკონომიკა. მოდი ასე ვთქვათ და ესე კალაპოტში მოვაქციოთ დღეს ჩვენი საუბარი. ბატონ აკაკი ჩარგეიშვილს მინდა მივესალმო. რომელთან საუბრის ინსპირაცია სხვათა შორის დილამშვიდობის ბატონო აკაკი, მადლობა უპირველეს ყოვლისა რომ ხართ ჩვენთან ერთად და ძალიან საინტერესო მესიჯების გასაჟღერებლად ემზადებით. ინსპირაცია ერთ-ერთი ჩვენი დღევანდელი დიალოგის ბევრ სხვა ინსპირაციასთან ერთად იყო სხვათა შორის სოციალურ ქსელებში დავაწყდი ამასინებზე თქვენ კომენტარს, რომელსაც გაცილებით მეტი მოწონება ჰქონდა ვიდრე თვითონ იმ თავითვე ეგრეთ წოდებულ პოსტს, ხო? თემას. და ხო და აი ხა ეს თემის სიღრმეებიც მინდა გავშალოთ და ჩვენ მრავალრიცხოვან პუბლიკას და აუდიტორიას მინდა გავაგებინოთ აი რეალურად რა მიმართულებით მიყვავს საუბარი. განათლების ეკონომიკა და განათლების ლეგალური სახე. აი ეს იქნება დღევანდელი ჩვენი დიალოგის საგანი. სწორ გზაზე ვდგავართ თუ არა დღეს მოკლე კითხვით დავიწყებთ და მერე შევიდეთ სიღრმეებში. მოდით პირველ რიგში დიდი მადლობა. მივესალმები სრულად ჩვენს ქვეყანას, საქართველოს. და მადლობა რომ ის თემები, რაზეც კულისებში, ოჯახებში, სკოლებში, ბაღებში, უნივერსიტეტებში საუბრობთ, ამ თემების გაშუქების შესაძლებლობა გვაქვს. და ეს თქვენი საშუალებით ხდება, იმიტომ ძალიან ბევრ საინტერესებს და ეხაც, როდესაც ჩემ სანაცნობო წრემიც ის ამ თემებზე მომარჯვებული არიან, რომ ვთქვათ, ეს საკითხები, რაზეც ჩვენ ვთქვათ, უნდა ვისაუბროთ, გავაშუქოთ. პირველ რიგში მოდით იქიდან დავიწყოთ, რომ იმ ზოგადად პრობლემებში, რაც განათლების სისტემას სწავლების თვალსაზრისით გააჩნია, ამაზე პროფესორ მასწავლებლები, მეცნიერები და ასე შემდეგ უნდა საუბრობდნენ სახელმწიფო თავისი პოლიტიკით, რა გვაქვს საგანმანათლებლო პროგრამებში და ასე შემდეგ. ამასთან ერთად თქვენ აბსოლუტურად მართებულად აღნიშნეთ, რომ არის აქ ეკონომიკური და სამართლებრივი, ასე ვთქვათ, ჩარჩოები, რომელშიც როგორ ვართ და რა დოზით ვართ წარმოდგენილები, ესეც განაპირობებს თავისთავად ცხადია უკაცრავად ამ სიტყვის იმ აჯაბსანდალს, რაც განათლების სამწუხაროდ საგანმანათლებლო სისტემას აქვს. აქ არის გულისხმობა მხოლოდ ბაღები, ან სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, მხოლოდ სკოლები, მხოლოდ უნივერსიტეტები, ну ვთქვათ, უმაღლესი სასწავლებლები მთლიანად იგულისხმება მთელი სივრცე, რომელიც ანუ გასული არიან მიღმა სატრენინგო და იმდენ დიპლომს აიღებთ დღეს 1 საათში, იმდენ ონლაინ კურსს დაესწრებით, რომ მე მგონი არ ვიცი, ვის მასკს შეშურდება ალბათ, ისეთ განათლებას მიიღებთ პირობითად აი ამ მთელ მომენტებში. ამიტომ მადლობა აი ამ წარმოჩენებისთვის, რომ ეკონომიკური და სამართლებრივი ჩარჩოების ჭრილში დავინახოთ ეს ყველაფერი. მოდით აღწეროთ რა გვაქვს ჩვენს დღეს და რაზე ვსაუბრობთ, ხო? პირობითად თუ კი გვაქვს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, ანუ ეგრეთ წოდებული ბაღები, ჩვენ ვიცით რომ გვაქვს მუნიციპალური, ანუ სახელმწიფო ეგრეთ ყოფილი სიპების სახით დაფინანსებული ბაღები, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება და იმავდროულად გვაქვს კერძო ბაღები და შესაბამისად პატარა ჯგუფები, სადაც 5-6 ბავშვის პირობით, აი ბინაში, ვიღაც ძიძის პირობებში შეიძლება ანუ ზრდიან ამ ბავშვებს. ეს არის ჩვენი მომავალი, ხო? ეს მე პირადად მაწუხებს ისევე როგორც ბევრს, იმიტომ მე ოჯახის პატრონი ვარ, შვილები მყავს, ისინიც იზრდებიან, ნაწილი გაიზარდა, ეხლა პატარები მოდიან და ასე შემდეგ და ამას ძალიან მტკივა ეს საკითხი, ისევე როგორც ძალიან ბევრს ტკივას სავარაუდო. შესაბამისად, უყურეთ რა ხდება. ეს კერძო ბაღები არის, ასე ვთქვათ, გასაგებია რომ ანაზღაურებადი, იმიტომ რომ კერძო არის, მაგრამ აქედან ჩვენ ხომ ვემზადებით იმისთვის, რომ სკოლაში გადავიდეს ბავშვი. ამიტომ რა მასალით ვამზადებთ ამ ბავშვებს და რას ვუდებთ იმისთვის, რომ სკოლაში წავიდეს, ამაზე რაიმე კონტროლის მექანიზმი გვაქვს? არა.
ამ დროს ეკონომიკა მუშაობს და ფულს იხდივშობელი, იმიტომ რომ კარგ ბაღში ყავდეს და გადავიდეს შემდგომში სკოლაში. ეხლა გადავიდეთ სკოლის პირობებში. მოდით ახლა ჩამოვთვალოთ და არ გაგეღიმოთ. საქართველოში გვაქვს ფრანგული სკოლა. საქართველოში გვაქვს ესე იგი გერმანული სკოლები. კერძო მაგ ჯერ მხედველობაში. საქართველოში გვაქვს ფრანგული სკოლები. საქართველოში გვაქვს ამერიკული სკოლები. საქართველოში გვაქვს ინგლისური სკოლა. გავაგრძელებ ახლა ამ ჩამონათვალს და ამ სკოლებში რა ისწავლება ზოგადად ის მშობელი, ვისაც ბავშვი დაყავს, მან კი იცის, მაგრამ ჩვენ საზოგადოებამ თუ იცით. რას ვამზადებთ, რა მასალა მოდის შემდგომში, რომელიც უნდა დასაქმდეს ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის. შესაბამისად, აქ ყველგან იხდება ფული. ამავდროულად არის საჯარო სკოლები, იმიტომ რომ ვისაც არ აქვს ამის საშუალება და სამწუხაროდ მოსახლეობის დიდი ნაწილი ყველაფერს დებს იმისთვის, რომ ჩადოს შვილის განათლებაში, ასე ვთქვათ, კაპიტალი, თანხა, მაქსიმალურად ცდილობენ, თუმცა რაოდენობრივად, რა თქმა უნდა, საჯარო სკოლების სიმრავლე მეტი გვაქვს. ამიტომ ეხლა შევხედოთ, კერძო სკოლაში ისწავლება IB პროგრამები, ისწავლება პირდაპირ ამერიკაში გასასვლელი პროგრამები, ისწავლება, ვთქვათ, კერძო ქართული თუ რაღაც შერეული, რომელსაც აკრედიტირებული პროგრამა არ არიან. ამის გარდა იცით თქვენ, რომ უზარმაზარი მასა არის რუსეთიდან, ბელორუსიიდან და სხვა ქვეყნებიდან, გვაქვს თურქული სკოლები, გვაქვს რუსული სკოლები, კერძო. ანუ რას ვასწავლ, საით მიყვავს ჩვენი მომავალი თაობა, როდესაც ჩვენ საუბრობთ ერთმანეთთან ვიხილავთ ამ საკითხებს, სად მიდის ეს ყველაფერი და რისთვის არის? ეს ხომ ჰაერში ვსაუბრობთ, იმიტომ რომ რეალურად ეს ყველაფერი, აი ბოლო 20 წლის განმავლობაში, მოდით თამამად ვთქვათ, აი ამ ქაოსში ვართ და არავის არ აღმოაჩნდა ის უნარი, რომ რაღაც პრაგმატული შემოგთავაზოს. რა იქნებოდა პრაგმატული? ერთიან ჩარჩოში მოექცეს საგანმანათლებლო სისტემა, ხო? ვინაიდან გამოცდილებაც კი არ გვაქვს იმ თუნდაც კერძო სკოლებისთვის, როგორ ვასწავლოთ ბავშვებს, ხო? ამას ენაცვლება და შემოდის უკვე უმაღლესი სასწავლებლები. ახლა უმაღლეს სასწავლებლებში ვერ ყვიტყვით პირდაპირ ინგლისურია თუ რა არის, მაგრამ აკრედიტაციების სისტემას ისინი საერთაშორისო, ასე ვთქვათ, ქსელურში საგანმანათლებლო დაწესებულებებში უმაღლესში გადიან და საქართველოში ეს ყველაფერი არის წარმოჩინებული. ამას მოყვება უკვე სტუდენტების უზარმაზარი რაოდენობა. ერთის მხრივ სტუდენტები, რომლებიც დაფინანსებულები არიან საქართველოს ბიუჯეტიდან და არავის არ დაუთვლია რამდენი ეკონომისტი, რამდენი იურისტი, რამდენი სამედიცინო დაწესებულების თვის ექიმი, რამდენი ფსიქოლოგი, რამდენი ინჟინერი, ну, აი ეხლა რო გავყვე უკვე რაღაც ძალიან ემოციის შევდებ. ანუ არავის არ დაუთვლია და ამას ყველაფერს ვაფინანსებთ, რატო? იმიტომ GPM უნდა იარსებოს, იმიტომ რომ არაჩვეულებრივი დაწესებულებაა თავისი პროფილური მიმართულებებით, უნდა იარსებოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა არაჩვეულებრივი დაწესებულება თავისი პროფილური მიმართულებებით გავაგრძელებ და მივდივართ სადამდე ამ ყველა სასწავლებლებს, იგივე სკოლებს, იგივე სკოლამდე აღზრდის ბაღებს ყავს კონკურენტები კერძო დაწესებულებების სახით. და წესები, აი ხა მივდივარ იქეთკენ, წესები და რიგი ამ ჩარჩოსი რა რეგულაციებია ყველასთვის არის საერთო. ანუ სკოლა, რომელიც არის სახელმწიფო სკოლა, ესე ვთქვათ, იმიტომ სიპების სახით არიან ჩამოყალიბებულები, მათი რეგულირებები და კერძო სკოლების რეგულირებები არის აბსოლუტურად ერთ და იგივე იმ საგანმანათლებლო სააკრედიტაციო ჩარჩოებში, რომელსაც სახელმწიფო მათ სთხოვს. და ამ დროს ეკონომიკა ხო აბსოლუტურად განსხვავებულია. რეალურად, რადიკალურად. აბსოლუტურად, ანუ სწავლის დონის რომ შევხედოთ, ყველა კერძო სკოლა ცდილობს რაც შეიძლება მაღალი ანაზღაურების, ანუ ძლიერი პედაგოგი შეიყვანოს. ანუ ცდუნება საჯარო სკოლიდან კონკურენტული გადაბირების არის ძალიან მაღალი და ვერავის ვერ გაამტყუნებ, ხო? შესაბამისად, მასწავლებლების სისტემასაც არ დაედგა საშველი, ვინ რა ქულებით მონაწილეობს, აი ვთქვათ, არის კლასიფიცირება ხდება მას. ანუ ეს არ მინდა საგანმანათლებლო პროგრამულ ნაწილს ეკონომიკაში მინდა დარჩა. ანუ ხომ აბსოლუტური დისპროპორციაა ეკონომიკური ინტერესში კერძო სკოლებში და რა ეკონომიკური ინტერესი აქვს საჯარო სკოლას. მაშინ როდესაც კერძო არსებობს. არავითარ, ისევე უმაღლეს სასწავლებლებში.
ეხლა მივადგეთ იმ თემას, როდესაც რაღაცა საქილიკო კუთხის განხილვის ნაწილი გახდა. აი ხა შეხედეთ, არის სახელმწიფო, რომელსაც აქვს თავის მფარველობის ქვეშ სახელმწიფო უნივერსიტეტები, დაწყებული ბათუმიდან, ზუგდიდიდან, დასრულებული დედაქალაქის იმერეთის გამოვლით, ანუ ქუთაისის უნივერსიტეტი და დედაქალაქ, ხო? ახალციხე და ასე შემდეგ. ანუ ეს არის სახელმწიფო უნივერსიტეტები. იმავდროულად ყველა ამ ზემოთ ჩამოთვლილში არსებობს კერძო და არაერთი. შეიძლება დედაქალაქში რომ ავიღოთ გადაწონის კერძო დაწესებულებების, ანუ უმაღლესი სასწავლებლების რაოდენობა, საჯარო სტუდენტების რაოდენობით და ანუ სტუდენტების მოზიდვა ყველას უნდა, თუმცა სახელმწიფო ვერ იზიდავს ამ სტუდენტებს, იმიტომ რომ ინტერესი ვერ იდება ეკონომიკური, მენეჯერული, იცით თქვენ აზრით საუბრობ და გასაგებია იმ ინტერესზე, რომელზეც ახლა ხას რუსო. შესაბამისად, ჩვენ დავინახავთ, რომ უზარმაზარი რაოდენობა, როდესაც შემოდიოდა, თქვა, სამედიცინო უნივერსიტეტში, სახელმწიფოში, ეს იყო ინდოეთიდან, სხვადასხვა ქვეყნებიდან, დღეს ყველა უკვე გადაბირებული არის კერძო დაწესებულებებში. რატო? იმიტომ რომ თავიდან იყო ეს სტუნება, არ იყვნენ მომრავლე, მაგრამ მოძლიერდნენ, გაძლიერდნენ და მთლიანად წაიღეს ეს, ასე ვთქვათ, მასა ეკონომიკური ურთიერთობებისა საგანმანათლებლო ნაწილში. შესაბამისად, იცლებიან ეს სახელმწიფო დაწესებულებები და ამავდროულად სააკრედიტაციო, რაც თქვენ ბრძანეთ და ხაზი გაუსვით, სააკრედიტაციო პირობები ერთი და იგივეა, მაგრამ ეკონომიკური ინტერესია სხვადასხვა. ვერ გაუძლებ რაღაცას, თქვათ, მერხი გაქვს გამოსაცვლელი, რაღაც პროექტორები გაქვს, ტექნოლოგია გაქვს და ვერ გაუძლებს ამას ზოგ შემთხვევაში სახელმწიფო, იმიტომ რომ იმან ბიუჯეტი წინასწარ უნდა გაითვალისწინოს, მოთხოვნები უნდა იცოდოს, ასე შემდეგ და კერძოში ამის შესაძლებლობა უფრო მეტად არის, საკრედიტო რესურს მოიზიდა, რაღაც დამატებით გამოუშვებ ქაღალდს, არ ვიცი, გაყიდი ამ ადგილებს და ასე შემდეგ და ანუ შესაძლებლობები მეტია. შესაბამისად, სააკრედიტაციო პირობები და ეკონომიკა აბსოლუტურად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. ამან რა გამოიწვია? ჩვენ დავდექით იმ რეალობის წინაშე, სულ რაღაც ერთი თვე არ არის გასული, თუმცა ერთი 6 თვის განმავლობაში უფრო დიდი პერიოდი, დიდი ხმაური ჰქონდა ილიაუნის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კერძო რო იყოს, არ დავასახელებდი კონკრეტულად. სახელმწიფო უნივერსიტეტი, ანუ სახელმწიფოს გადაწყვეტილი აქვს, რომ მისი ფულით, მისი ქოლგის ქვეშ მისი დაფინანსებით, იმიტომ სტუდენტები მოგიხსენებთ ფინანსდებიან ამ, ასე ვთქვათ, ეროვნული გამოცდების, ეროვნული, ეს კიდეც ეკონომიკაზე ვსაუბრობთ, ამიტომ არ ვეხები როგორც. მესმის. შესაბამისად, სახელმწიფომ წავიდა ამბავი, რომ აქ რაღაც ოპოზიცია, რაშუაში ეკონომიკა და ოპოზიცია ერთმანეთთან ყველამ უნდა, ასე ვთქვათ, მიიღოს ხელფასი, იყოს სოციალურად არაშეჭირვებული და ძლიერი და ასე შემდეგ, ხო? რაშუაში. ამიტომ ატყდა აქ, ესე იგი, მთელი, ნახეთ ყველა ტელევიზიით გადაიცემოდა 6 თვის გეტრიალებდა, გაივლის ეს უნივერსიტეტი აკრედიტაციას, არ გაივლის ეს უნივერსიტეტი, აქედან სტუდენტები არიან რაღაცა დიდი იქედან ლექტორ-მასწავლებლები ამათ ინსპირირებას უკეთებენ და ჯერ ასე ვთქვათ, ხომ და ვიცოდეთ რასთან გვაქვს საქმე და ამ დროს არის სახელმწიფო, რომელიც ზევიდან ამ ყველაფერს უყურებს და რაღაც რეგულირების ჩარჩოებზე ესაუბრება. დალოცვილო, თუ კი არ გინდა ეს უნივერსიტეტი, საერთოდ არაფერ შუაში არ არის, აქ აკრედიტაციის პირობები მარტივად შეგიძლია გააუქმდას. რა მოხდა? ესე იგი, ილიაუნიმ გაიარა აკრედიტაცია და ეს ჩაითვალა წარმატება, ტაშად, არ ვიცი, რაღაც დოლით, გარმონით მიდიოდა ცეკვა თამაში, რომ ესე იგი, გავიმარჯვეთ, ვაჯობეთ სახელმწიფოს, რომელ სახელმწიფოსაც თავად სახელმწიფო ეს ილიაუნიც. ხო? შესაბამისად ვაჯობეთ სახელმწიფოს და აი დიდი ამბები ტაში და გარეთ კონცერტი მოაწყოს, ესე იგი მე მესმის მათი რა თქმა უნდა, იმიტომ რომ როცა რაღაცას ემოციურად ელოდები და მიიღებ წარმატებაა შენთვის, მაგრამ გონივრულ პირობებში გამსაჯოთ რა გააკეთა სახელმწიფო, თუ არ გინდა ეს უნივერსიტეტი, რა შუაში აკრედიტაცია არის საგანმანათლებლო მიზნებისთვის, მაგრამ ეკონომიკა არის სახელმწიფო ბიუჯეტის და ხალხის და სოციალური კეთილდღეობის. შენ თუ არ გინდა გამოყო ამისთვის თანხები, უბრალოდ თანხებს ნუ გამოყობ ამ უნივერსიტეტისთვის და არც აკრედიტაციის პირობა დადგება, არც ეს ღელვა, არც ეს გავიმარჯვე, მოვიგე, წავაგე. აი რა მოხდა ილიაუნის ირგვლივ, თუ კი ამას ვინმე ეკონომიკურ მე საგანმანათლებლო კუთხით არ რომ სახელმწიფო და ჩემი ქვეყნის კეთილდღეობის კუთხით რა მოხდა და ამიტომაც დავწერე იქ რაც დავწერე და
მე თვითონ შემექונה ის განცდა რომ ხო დავრწმუნდი რომ არასწორ პირობებში ვცხოვრობთ. თქვენმა კომენტარმა ძალიან ბევრს მოფხანა გული როგორც სიტყვიან. ეს იყო ერთ-ერთი გამონაკლისი შემთხვევა, როდესაც ახლა გონებაში კითხვა მომდიოდა და უკვე პასუხი გქონდათ გაცემული ამ ჩემ კითხვისთვის. ხო, ესეც საუბრებს ნახავთ რა ჩვენთან, ჩვენ გადაცემაში, ეს არის ჩვენი ძალიან დიდი კონკურენტული უპირატესობა, ესეთი აქცენტები, ესეთი სტუმრები, ესეთი სპიკერები. ხო, მართლა ძალიან პრობლემული თემა არის რა. ხა მე კიდევ ერთხელ მინდოდა დამესვა კითხვა, რომ რა მიმართულებით შეიძლება რაღაც გარკვეული გადაწყვეტის გზები ვიპოვოთ, მაგრამ საკითხი იმდენად კომპლექსურია. 20 წამი გვაქვს ზუსტად ერთ დარჩენილი. საკითხს შევეხებით, თქვენ ისნებართვით რომ ეკონომიკაზე ვსაუბრობ და ამ სამართლებრივ სტუდენტი არის პირობითად მასიურად გასარიცხი უნივერსიტეტიდან არ სწავლის ნიჰილიზმის, რაღაც ასე შემდეგ გარემოებების გამო. არც ერთ კერძო უნივერსიტეტს არ აქვს იმის ცნობა, რომ ეს სტუდენტი გარიცხოს. ანუ ესენი შემდგომში გაუნათლებლები, უმაღლესი განათლებით გაუნათლებლები ამოდიან და არიან ჩვენი შემდგომი ნაწილი კონკურენციის, იურიდიულ ნაწილში იქნება საექიმო. აი აქ ვართ ბატონო სანდრო და არის რეცეპტები, არის ინსტრუმენტები, რომლის რეგულირება შეიძლება, თუმცა როგორც ბოლო 20 წლის განმავლობაში არანაირი ინექცია აქ არ გვაქვს. სამწუხაროდ. მალე შევხვდებით ერთმანეთს. წარმატებებს გისურვებთ და შემართებით ვიყოთ და გავაძლიეროთ. ბატონი აკაკი ჩარგეიშვილი ძალიან მაგარი აქცენტებით საუბრობდა გადაცემა დილის მონეტიზაციის პირდაპირ ეთერში. ერთმანეთს შევხვდებით უკვე ზუსტად 13 საათზე. ორი ბიზნეს ასოციაცია ისაუბრებს ჩვენთან, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაცია, ასევე ბიზნესი ნექსიასთან. საკმაოდ საინტერესო კრებული გელით დღეს, აი ეს ძალიან საინტერესო სტარტის მერე, ასეთ საინტერესო შუადღე გელით წინ. ბევრს აღარ გავაგრძელებ პრესის მიმოხილვას და თამთა კვარაცხელიას მივესალმები. დილა მშვიდობისა, მე მოგესალმებით აქვე რადიო პალიტრის სტუდიიდან წარმოგიდგენთ